წარმოიდგინეთ, დეპრესია და შფოთვა გაწუხებთ, ისე რომ თითქმის თავის მოკლის ზღვარზე ხართ. კრიზისულ ცენტრში რეკავთ და ტელეფონს ტედ ბანდი პასუხობს. რას მოიმოქმედებდით? ამერიკის ყველაზე გახმაურებული მკვლელი, სუიციდის ცხელი ხაზის ოპერატორია. უცნაური და ნამდვილად სიგიჟეა, მაგრამ ტედ ბანდი სწორედ იმ დიდებული მკვლელების სიას მიეკუთვნება, რომელზეც ძალიან რთული იყო ადამიანებს წარმოედგინათ, რომ მას შეეძლო ამდენი დანაშაული ჩაედინა. მისი იერსახე, ინტელექტუალურობა, ადამიანებთან კომუნიკაციების უნარი ნამდვილად განაპირობებდა იმ მოცემულობას, რომ ადამიანებმა ძალიან გვიან დაიჯერეს ის, რაც ტედ ბანდიმ გააკეთა. დღევანდელი ჩვენი კვლევის ობიექტი ტედ ბანდი და მის შესახებ გადაღებული ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფილმია, რომელიც ბიოგრაფიაზე მეტად მის ფსიქიკურ სიღრმეებს იკვლევს. ცხადია, ჩვენც დღეს ვეცდებით მის ფსიქიკურ იერსახეს ჩავწვდეთ და გამოვიკვლიოთ თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ ადამიანებს ამდენი ხნის განმავლობაში მისი ასეთი საშინელი და საზარელი დანაშაულების ნაკლებად ჯეროდათ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ფილმზე საოცრად ავი, შოკის მომგვრელად ბოროტი და საზარელი. ფილმი 2019 წელს რეჟისორმა ჯო ბერლინგერმა გადაიღო, ხოლო მთავარ როლებს ზაკ ეფრონი და ლილი კოლინზი ასრულებენ. საინტერესოა, რომ ტიპიური კრიმინალური თრილერებისგან განსხვავებით, სადაც აქცენტი უშუალოდ მკვლელობებზე ან პოლიციის გამოძიებაზეა, ეს ფილმი ამბავს სრულიად სხვა კუთხით გვიჩვენებს. სიუჟეტი დაფუძნებულია ტედ ბანდის მრავალწლიანი შეყვარებულის, ელიზაბეთ კლოფერის მემუარებზე. საინტერესოა, რომ მაყურებელი მოვლენებს ლიზის თვალით აკვირდება. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პარტნიორი ქალის თვალით ვუყურებთ, ასე ვთქვათ, ფილმს, სადაც ჩანს მისი საყვარელი კაცი, რომელიც არის ჩვეულებრივი ბოიფრენდი, ადამიანი, რომელთან შვილს ტოვებს, რომელიც უყვარს, რომელთან ერთად ცხოვრობს, მასთან ერთად ძინავს, იღვიძებს და მისთვის ეს ჩვეულებრივი რომანტიკული თავგადასავალია, ასე ვთქვათ. ფილმი ძალიან კარგად გადმოსცემს ფსიქოლოგიურ დილემას და უარყოფის ფაზას. ადამიანის, შეყვარებული ადამიანის, რომელსაც უნდა რომ მიიღოს ის მოცემულობა, რაც რეალობაა, თუმცა ძალიან უჭირს. ტედ ბანდის როლს ზაკ ეფრონი ასრულებს და საინტერესოა, რომ ეს მის კარიერაში ერთ-ერთი გარდამტეხი და ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარია. I was kicking him and screaming. He held a small black gun to my head and said, "If you don't stop screaming, I'm going to kill you. I'll blow your brains out." Then I fell backwards out of his car and ran as fast as I could. As best you recall, Carol, is the man who approached you present in court today? Yes. Can you point to where he's seated? Let the record state the identification of the defendant. ბანდი რეალურ ცხოვრებაში სწორედ თავისი შარმით, მისი ასეთი გარეგნობით ახერხებდა ადამიანების მოხიბლვას და შეცდენას. საინტერესოა, რომ მსახიობი ამ შემთხვევაში თითქოს პირდაპირ ჩაწვდა რეალური პერსონაჟის როლს და როლი ისე მოირგო, რომ ფილმის ყურების დროს ხშირად ჩვენც გვავიწყდება, ნამდვილად მკვლელია თუ არა. ფილმის დიდი ნაწილი ტედ ბანდის სასამართლო პროცესს ეთმობა, კონკრეტულად მის დაკავების დეტალებს და ასევე მნიშვნელოვანი და ძალიან ცნობილი ფაქტია, რაც ნამდვილად ყველამ იცის, რომ ტედ ბანდი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც სასამართლოში საკუთარ თავს თავად იცავდა. მან თავისი სასამართლო ერთგვარ შოუდ გადააქცია, რის საფუძველზეც უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინა. Look at the people they struck. Look at the people they struck. Room in the jury box, and I'm not going through this, and you knew that, Your Honor. Sit down. You know how far you could push me. Sit down, Bunny. Keep the jury out, please. No. Wait a minute. Sit down, Bunny. Judge, Mr. Bundy has waited. Wait a minute. Just Let it go. We're going to go to the holding with the court being recessed. ფილმში მოსამართლე ედვარდ კოუარტის როლს ლეგენდარული ჯონ მალკოვიჩი ასრულებს. საინტერესოა, რომ ფილმის სათაური სწორედ იმ სიტყვებს ეფუძნება, რომელიც მოსამართლემ ტედ ბანდის განაჩენის გამოცხადების დროს უთხრა. მიხედეთ საკუთარ თავს ახალგაზრდა. ეს ამ სასამართლოს სრული ტრაგედიაა. ადამიანის გონების ასეთ სრულ განადგურებას უყუროს. თქვენ ჭკვიანი ახალგაზრდა კაცი ხართ. შეგეძლოთ კარგი ადვოკატი გამოსულიყავით. მე სიამოვნებით გიხილავდით ჩემს სასამართლო დარბაზში პროფესიული სტატუსით, რათა თქვენი ნიჭით გემუშავათ. მაგრამ თქვენ სხვა გზა აირჩიეთ, პარტნიორო. არ ვარ თქვენი მტერი. ეს მინდა იცოდეთ. თუმცა თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაულები იყო საოცრად ავი, შოკის მომგვრელად ბოროტი და საზარელი. გაუფრთხილდით საკუთარ თავს.
და წარმატებას გისურვებთ. ბანდი იმდენად ძლიერი მანიპულატორი იყო, მოსამართლეც კი მოხიბლა და მასშიც ორმხრივი შერეული გრძნობების გამოწვევა მოახერხა. მოსამართლე, რომელმაც მას სიკვდილი მიუსაჯა. It's a tragedy for this court to see it's such a total waste, I think, of humanity that I've experienced in this court. You're a bright young man. You made a good lawyer. I'd love to have you practice in front of me, but you went another way, partner. Bundy says he'll appeal. რეჟისორმა შეგნებულად აარიდა თავის სისხლიანი სცენების და რეალური სცენების ჩვენებას. თუმცა საინტერესოა, რომ მაინც კვლევის ობიექტი აღმოჩნდა ტედ ბანდის ის ფსიქიკური შრეები, ის მოცემულობები, რის გამოც ის ასე იქცეოდა და ამასთანავე ის კონტრასტი, რომელსაც ადამიანის გარეგნული და შინაგანი მხარეები გვაძლევს. და მაინც, ვინ იყო ტედ ბანდი? რატომ მოხდა, რომ ის იყო პირველი ადამიანი, რომლის სასამართლოც ასე საჯაროდ შუქდებოდა და ამასთანავე იმდენი ფანი, იმდენი ახალგაზრდა გოგო იყო მისი გულშემატკივარი, რომ ფაქტობრივად სასამართლოს შესასვლელში რიგები იდგა. ეს იყო ჰიბრისტოფილიის ყველაზე დიდი манифесტი. Used. What is unusual to see is that many of the onlookers are women, young women, contemporaries of the 5 Florida State sorority sisters who were assaulted in their beds a year and a half ago. Every time he turns around, I kind of get that feeling, no, he's gonna get me next, But yet you're fascinated by him. Very. Every night when I go to bed, I just, I get very scared and I shut my door and lock him, I'm not afraid of him. He just doesn't look like the type to kill somebody. ბანდის სასამართლოები ამერიკის ისტორიაში პირველად მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემოდა და უცნაურია რატომ მოხდა ასე, რომ მკვლელი, საზარელი ადამიანი უცბად ქალებისთვის დიდებულ, ულამაზეს და მომხიბვლელ კაცად გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში აქამდეც არსებობდნენ მკვლელები, რომლებსაც ქალები ციხეში რატომღაც სასიყვარულო წერილებს წერდნენ, ბანდი იყო პირველი ადამიანი, რომლის სასამართლოებზეც გოგოები მისი მსხვერპლის ნაცვლად ჩაცმულნი და მსგავსი ვარცხნილობებით დადიოდნენ. შესაბამისად, ბანდის სასამართლოზე მსოფლიომ პირველად საჯაროდ იხილა, როგორ პატივსცემენ, როგორ უყვართ და როგორ ეპრანჭებიან ადამიანს, რომელსაც ბრალად 30 ქალზე მეტის მკვლელობა ედება. ცხადია, მოგვიანებით ფსიქოლოგებმა ამ ფაქტის კვლევა დაიწყეს. საინტერესოა, რატომ იყვნენ ეს ადამიანები ასე შეყვარებულნი ბანდიზე, რატომ იცვამდნენ მსხვერპლებივით და რატომ იკეთებდნენ მსგავს ვარცხნილობებს. გოგოების უმრავლესობა თვლიდა, რომ ბანდი მსხვერპლი იყო. მას დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და ყველაფერი, რასაც მას აბრალებდნენ, უდიდესი ტყუილი იყო. პარადოქსია, მაგრამ ასევე ფსიქოლოგიური კვლევების საფუძველზე დადგინდა, ცხადია ბევრად მოგვიანებით, რომ ქალებს უყვარდებათ, ასე ვთქვათ, სიკვდილმისჯილი ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ერთ მხრივ შეგრძნებებს განიცდიან. და ამაში იგულისხმება შემდეგი, მხოლოდ ისინი აკონტროლებენ სიტუაციას, მხოლოდ მათ შეუძლიათ უყვარდეთ და ისინი ვერასდროს იქნებიან მიტოვებულნი კაცისგან, რომელიც დროს სიკვდილმისჯილთა საკანში ატარებს. ფაქტი, რომ გოგოები ბანდის მსხვერპლების მსგავს ვარცხნილობებს იკეთებდნენ და მათსავის თეცვად, იყო უკიდურესი ფორმის ყურადღების მიქცევა. ამ პროცესში ისინი დიდი რაოდენობით ადრენალინს იღებდნენ. მოკლედ, წარმოიდგინეთ აბსურდი. დარბაზში სხედან გოგოები, რომლებიც ზუსტად ისე გამოიყურებიან, როგორც ტედის მიერ მოკლული მსხვერპლები. ისინი თმებს შუაზე იყოფენ, იპრანჭებიან და მკვლელს თვალებით ეფლირტავებიან. ფსიქოლოგები მოგვიანებით ამას ხსნელის კომპლექსითა და სიკვდილთან სახიფათო თამაშით ხსნიან. მათ ეგონათ, რომ აკონტროლებდნენ სიტუაციას, რადგან ტედი გისოსებს მიღმა იყო, მაგრამ სინამდვილეში ბანდი გისოსებიდანაც კი ახერხებდა მათით манипуляციას. ვეცდები ის არ მოყვე, რაც Google-ში და Wikipedia-ში ისედაც მარტივად ხელმისაწვდომია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეცდებით ბანდის ფსიქოტიპის იმ შრეებში ჩავიდეთ, რის საფუძველზეც ასე თუ ისე მარტივად ავხსნით, ვინ იყო ტედ ბანდი. ტედ ბანდი 1946 წლის 24 ნოემბერს ვერმონტში დაიბადა. დედების თავშესაფარში. მაშინ ამერიკაში მარტოხელა დედობა დიდი სირცხვილი იყო. დედა ელეანორ ლუის კოული სულ რაღაც 22 წლის იყო. ვინ იყო მამა? ეს დღემდე ბურუსით მოცული საკითხია. ოფიციალურ დოკუმენტებში მამად მითითებული იყო ვინმე ლოიდ მარშალე. თუმცა ლუიზი მოგვიანებით ამბობდა, რომ მასზე მიზღვაურმა იძალადა. არსებობს ბევრად უფრო ბნელი ვერსიაც, რომელსაც ბანდის ბიოგრაფები განეხილავენ. შესაძლოა ტედი ლუიზის საკუთარი მამისგან, ანუ ტედისვე ბაბუისგან, სემუელისგან ყავდა, რომელსაც შვილზე ძალადობის მიდრეკილებები ნამდვილად ჰქონდა. ტედის ბებიამ და ბაბუამ
ბავშვი საკუთარ შვილად გააფორმეს. პატარა ტედს წლების განმავლობაში იმრწმენით ცდიდნენ, რომ ბებია და ბაბუა მისი ნამდვილი მშობლები იყვნენ, ხოლო საკუთარი დედა ლუიზი მისი უფროსი და. მკვლევარები დღემდე დააობენ, თუ როდის გაიგო ტედმა თავისი ოჯახის შესახებ სიმართლე, როგორც ცნობილია, მან 13 წლის ასაკში თავისი დაბადების მოწმობა იპოვა და სწორედ ამის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ მისი და რეალურად საკუთარი დედა იყო. არსებობს მეორე ვერსიაც, თუ რამ განაპირობა მისი ფსიქიკური პრობლემების ასე გაუარესება და ეს ამ შემთხვევაში ეხება მის შეყვარებულს, რომელმაც 20 წლის ასაკში ტედი უცაბედად და ყოველგვარი ახსნის გარეშე მიატოვა. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ცნობილი ამბავია, რომ მისი ოჯახის ამბის გაგების შემდეგ ტედის ფსიქიკა მთლიანად აირია, მან სხვანაირი ქცევა დაიწყო და ზოგადად სამყაროს მიმართაც უფრო განსხვავებული დამოკიდებულებები გაუჩნდა. მან გააცნობიერა, რომ მისი აქამდე არსებული ცხოვრება დიდი ტყუილი და სპექტაკლი იყო. ბანდიზე საუბრისას ხშირად დავიწყდებათ ხოლმე მისი ბაბუის ხსენება, სემუელ კოელის, რომელიც ნამდვილად მოძალადე ფსიქოპატი ადამიანი იყო. ის ბანდის თვალწინ აწამებდა ცხოველებს, კატებს, ძაღლებს, ძალადობდა ცოლზე, ბანდის ბებიაზე ამ შემთხვევაში, ქალსაც ძალიან სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ხშირად უწევდა ფსიქიატრიულში მოხვედრას. მიუხედავად იმისა, რომ სემუელს ბანდი განსაკუთრებით უყვარდა და დიდი სიყვარულითაც ცდიდა, ბანდიმ ბავშვობიდანვე დაინახა ოჯახური ძალადობის ის მოდელი, რაც მის გარშემო ხდებოდა და სავარაუდოდ სწორედ აქედან გაჩნდა მის ქცევაში ასეთი საზარელი მომენტები. როდესაც ტედი 4-5 წლის იყო, დედამისმა, რომელსაც ის ისევ გადმიიჩნევდა, ვეღარ გაუძლო მამის ტირანიას. ბავშვი წამოიყვანა და ვაშინგტონის შტატში, ქალაქ ტაკომაში გადავიდა ნათესავებთან. 1951 წელს ლუიზმა გაიცნო და ცოლად გაყვა ჯონი კულპეპერ ბანდის საავადმყოფოს უბრალო მზარეულს. ჯონიმ ტედი ოფიციალურად იშვილა და მას თავისი გვარი ბანდი მისცა. ლუიზას და ჯონის კიდევ 4 ერთობლივი შვილი შეეძინათ მოგვიანებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ბანდი ცდილობდა კარგი მამა ყოფილიყო, ტედს ის სძულდა. ოცნებობდა ყოფილიყო მდიდარი, გავლენიანი და არისტოკრატული წრის წარმომადგენელი. ჯონი კი უბრალოდ დაბალი შემოსავლის მქონე მუშა იყო. ტედი მას არასაკმარისად ჭკვიანად თვლიდა, რის გამოც ოჯახში ყოველთვის დისტანციას იჭერდა მასთან და საკუთარ სამყაროში იკეტებოდა. ტედ ბანდი მატყუარა არ გამხდარა 20 წლის ასაკში და საინტერესოა, რომ ის ქალები, რომელსაც ის ატყუებდა და მახეში აბამდა, ის საზარელი პერსონაჟი თავად იყო საკუთარი ოჯახის მსხვერპლი, რომელიც წლების განმავლობაში დედას დასეძახდა, ხოლო ბაბუას მამას. საბოლოოდ, როდესაც ეს მოდელი დაინგრა და მიხვდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ტყუილში აცხოვრებდნენ, ტედმა გადაწყვიტა, რომ სამყარო სრულიად სხვანაირია. ნებისმიერი იმიჯის მიღებაა შესაძლებელი, თუ კი ნიღაბს სწორად მოირგებ. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ტედ ბანდის ფსიქიკის და მისი ფსიქოტიპის აღსაწერად ორი ძირითადი ამბავი სახელდება. ერთი ცხადია ოჯახი, რომელიც მთელი ცხოვრება ატყუებდა და მეორე გოგო, რომელიც ძალიან უყვარდა და უმიზეზოდ გაქრა მისი ცხოვრებიდან. არსებობს თეორია, რომ ტედ ბანდიმ თავისი პირველი მკვლელობა მანამ ჩაიდინა, სანამ ხელში პირველ ბაზრს საგანს აიღებდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც პირველმა შეყვარებულმა დიანამ მას იმდენად დიდი ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა, რომ ის შურის მაძიებელ მიტოვებულ კაცად გადაიქცა. წლების განმავლობაში პოლიცია ეძებდა კაცს, რომელიც ამერიკის სხვადასხვა შტატში ნადირობდა გოგოებზე, რომლებსაც ერთი საერთო ჰქონდათ: გრძელი, მუქი შუაზე გაყოფილი თმა. ბანდი ყოველი თავდასხმისას ქვეცნობიერად იმ ერთ ქალს კლავდა, რომელმაც მისი უარყოფა გაბედა. მაგრამ როცა მონსტრმა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა, გაირკვა, რომ მისი მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლებოდა გამხდარიყო. დაიანა ბანდის ცხოვრებაში ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლისას გამოჩნდა. ის იყო ზუსტად ის ქალი, რომელიც ბანდის სრულყოფილებას ანიჭებდა. დიდებული ოჯახიდან, ინტელექტუალი, ლამაზი და საინტერესო ადამიანი. დახვეწილი, კლასიკური გარეგნობის, გრძელი, მუქი შუაზე გაყოფილი თმით. დიანამ ტედი ძალიან მალევე მიატოვა, რადგან ჩათვალა, რომ შესაბამის წარმატებას ის ვერასდროს მიაღწევდა, არ იყო ის კაცი, რომლის გვერდით ყოფნაც უნდოდა და პირველ რიგში დაბალი ფენის სოციალურ წრეს წარმოადგენდა. ამ დაშორებამ ბანდის ეგო მიწასთან გაასწორა, თუმცა დეპრესიის ნაცვლად მან სრულიად სხვაგვარი თამაში დაიწყო. ჩაერთო პოლიტიკაში, ჩააბარა იურიდიულზე, ავიდა იმ სოციალურ წრეზე, რაც პრინციპში დიანასთვის მისაღები იქნებოდა. დიანას კიდევ ერთხელ შეხვდა
თავიდან შეიყვარა. თავიდან შეაყვარა თავი, მასზე დამოკიდებული და მიჯაჭვული გახადა და როგორც კი დიანას მისი ცოლობა მოუნდა, უცბად ყოველგვარი ახსნის გარეშე მიატოვა. My part in the campaign was so insignificant, I'm embarrassed that I should be getting this publicity from it. Really embarrassed. ეს იყო მისი პირადი რევანში. საინტერესოა და ფსიქოლოგების კვლევის საგანს დღემდე წარმოადგენს, იყო თუ არა ზოგადად ეს მოვლენა, ანუ ბანდის ცხოვრებაში დიანას არსებობა მისი მკვლელობების სერიის მთავარი იმპულსი. დიანას საბოლოო მიტოვებიდან ძალიან მალე 1974 წელს ბანდიმ პირველი ოფიციალური მკვლელობა ჩაიდინა. კრიმინალური პროფაილერების, მათ შორის FBI-ის აზრით, ეს დაშორება არ ყოფილა მკვლელობის მიზეზი, რადგან სადისტური ნეკროფილიური მიდრეკილებები ბანდის ბავშვობიდანვე ჰქონდა. მაგრამ ეს იყო, ასე ვთქვათ, კატალიზატორი და ტრიგერი. დიანამ მასში გააღვიძა უკიდურესი არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც ბანდიმ ძალაუფლების მოპოვებით და ქალებზე სასტიკი კონტროლის დამყარებით ჩაანაცვლა. საინტერესოა, რამდენად მართალია, რომ ბანდის ყველა მსხვერპლი დიანას ჰგავდა. ასე არ არის, რადგან არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც საერთოდ არ ემთხვეოდნენ გარეგნულად ტედ ბანდის ძირითად მსხვერპლებს, თუმცა განსაკუთრებით ვაშინგტონსა და ორეგონში ჩადენილი მკვლელობები და მსხვერპლები პირდაპირ პროპორციულად იგივე გარეგნობით გამოირჩეოდნენ. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ყოველი მკვლელობისას ბანდი ქვეცნობიერად პირველ შეყვარებულს კლავდა, თუმცა როდესაც ბანდი კუთხეში მიიმწყდიეს, გაიქცა და კონტროლი დაკარგა, მისი საფირმო ნიშანი შეიცვალა. ფლორიდის უნივერსიტეტის გოგონათა საცხოვრებელში შეჭრისას მან მოკლა და დაასახიჩა გოგოები, რომლებიც საერთოდ არ ჰგავდნენ დიანას. მისი ბოლო მსხვერპლი კი 12 წლის კიმბერლი ლინჩი იყო, პატარა ბავშვი. საინტერესოა, რა გარემო პირობები უწყობდა ბანდის ხელს ეცხოვრა როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და პარალელურად ასეთი საზარელი მკვლელობები ჩაედინა. 1979 წელს ჯერ კიდევ მაშინ სანამ იურიდიულზე ჩააბარებდა, ბანდიმ სიეტლის ერთ-ერთ პატარა ბარში ელიზაბეთ კლოფერი გაიცნო. You're not a secretary. You have a secretary. And how can you be invisible when that guy's been staring at you all night? That's a beautiful ring. ლიზი განქორწინებული მარტოხელა დედა იყო, რომელმაც ძალიან მალე მოახერხა ბანდის შეყვარება, მას ანდო საკუთარი შვილი მოლი და მათ ფაქტობრივად ძალიან მალე ერთად დაიწყეს ცხოვრება. ცხოვრება ჩვეულებრივად მიდიოდა. ისინი დგებოდნენ, ეძინათ, ჭამდნენ, ცხოვრობდნენ, მოგზაურობდნენ. საინტერესო ფაქტია, რომ ლიზის მშობლებსაც კი ძალიან მოწონდათ ტედ ბანდი. ყველაზე საინტერესო ამბავი ის არის, რომ ლიზიც ზუსტად დიანასავით გამოიყურებოდა. მას ჰქონდა გრძელი, მუქი, შუაზე გაყოფილი თმა. უბრალოდ განსხვავება ის იყო, რომ ლიზი ამ შემთხვევაში ბანდის ეგოს კვებავდა. ის მას აღმერთებდა, არასდროს პრეტენზია არ ჰქონდა და იღებდა ისეც, როგორიც იყო. თუმცა ცხადია, ლიზიმ არ იცოდა მისი ბნელი მხარეების შესახებ, ფაქტობრივად ამაში ეჭვი არ შეჰპარვია, რადგან სახლში ბანდი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელსაც ლიზი განსაკუთრებით უყვარდა. საღამოობით კი ზუსტად ლიზის მსგავს სტუდენტ გოგოებს კლავდა, აუპატიურებდა და ასახიჩრებდა. არსებობს თეორია, რომ ტედს ლიზის მოკლაც უნდოდა. ფილმში ისე ჩანს, თითქოს ლიზს ბანდის უარყოფითი მხარეები არასდროს დაუნახავს, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ სიკვდილის წინ ბანდიმ ისიც აღიარა, რომ ერთხელ ლიზის მოკლაც სცადა. მნიშვნელოვანია, რომ ტედ ბანდი პოლიციასთან პირველად სწორედ ლიზმა დაასმენა. როდესაც სიეტლში გოგოების გაუჩინარება დაიწყო და პოლიციამ ეჭმიტანილის ფოტორობოტი და სახელი ტედი გამოაქვეყნა, ლიზმა სახლში უცნაური ნივთები იპოვა. სამედიცინო თაბაშირი, რომელსაც ტედი ხელზე იკეთებდა გოგოების მოსატყუებლად, ყინულის სატეხი მანქანაში და ქალის საცვლები. ლიზმა სამჯერ დარეკა პოლიციაში და განაცხადა: ჩემი შეყვარებული ტედ ბანდი მგონი ის კაცია, ვისაც ეძებთო. თუმცა პოლიციამ ის დიდხანს არ ჩათვალა სერიოზულ ეჭმიტანილად, რადგან ტედი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი იყო და კარგი რეპუტაციაც ჰქონდა. საინტერესოა, სად არის ახლა ლიზი.
ლის კლოფერმა დაწერა მემუარები სახელწოდებით My Life with Ted Bundy. საინტერესოა, რომ სწორედ ამ მემუარების საფუძველზე გადაიღეს Netflix-ის ის ფილმი, რაზეც ვსაუბრობთ. თავად ლიზი და მისი შვილი მოლი სამუდამოდ გაქრნენ თითქოს დედამიწიდან, გადაიკეთეს სახელი და გვარები და პრინციპში არსად არანაირ აქტივობაში არ გამოჩენილად. მხოლოდ 2020 წელს მისცა ლიზმა პატარა მცირე დოკუმენტური ინტერვიუ, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მან Ted Bundy-სთან ურთიერთობის შემდეგ ისეთი ტრამვები განიცადა და ფსიქოლოგიურად იმდენად დაცემული იყო, რომ დღემდე ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან. What your relationship was like in 1974? Just subtle changes where I felt like maybe I was losing him. Never in my dreams did I think he was out stalking women and then eventually abducting and murdering women. თუ დიანა ბრუქსი Ted Bundy-ს შურისძიების წყარო იყო, ლიზი მისი პირადი ფარი აღმოჩნდა. ეს იყო ქალი, რომელიც მასთან ერთად 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, გვერდში ედგა და ძალიან დიდ სიყვარულს აძლევდა. საინტერესოა, რომ ლიზი იყო სწორედ პირველი ადამიანი, ეს აქამდეც ვახსენეთ, რომელმაც პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ ეჭვი ჰქონდა Bundy იყო სწორედ ის მკვლელი, რომელიც სხვადასხვა გოგოებს სხვადასხვა შტატებში ხოცავდა. თუმცა ამის შემდეგ ლიზი იმდენად დიდი манипуляციის მსხვერპლი იყო Bundy-ს მხრიდან, დიდი ხანი ფიქრობდა, რომ მას პარანოია აწუხებდა. I'm not a bad guy. You need to release me, Ted. What happened to her head? Ted Bundy-ს საქმეში უამრავი მითი არსებობს. ბევრ ადამიანს გონია, რომ Ted Bundy-მ თავისი საიდუმლოების აფლავში წაიღო და სიკვდილის ბოლომდე არ უღიარებია დანაშაულები, თუმცა ეს ასე არ არის. იგი ამ შემთხვევაშიც დიდებულ თამაშს აწყობდა, ამბობდა, აღიარებდა მკვლელობებს, ასახელებდა სახელებს, ადგილებსაც კი ასახელებდა, სადაც შეიძლებოდა ადამიანებს გვამები ეპოვათ, თუმცა ამას აკეთებდა არა მონანიების, არამედ რაღაცის სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში სიცოცხლის გახანგრძლივების. Each time I'd kill someone, there'd be an enormous amount, especially at first, enormous amount of horror, guilt, remorse afterwards. But then that impulse to do it again would come back even stronger. 1999 წელს, როდესაც Bundy დარწმუნდა, რომ სასჯელის სკამს ვერ გადაურჩებოდა, მან გადაწყვიტა პოლიციასთან შემდეგნაირი თამაში დაიწყო. დეტალურად და წვრილ-წვრილად აღწერდა და ასახელებდა იმ გარდაცვლილი და მის მიერ მოკლული ქალების სახელებს, დაახლოებით 30-მდე გოგოს სახელი დაასახელა, თუმცა ბოლომდე მაინც არ ამბობდა ადგილებს. თითქოს ამბობდა სად დატოვა, როგორ მდგომარეობაში, მაგრამ ეს ერთი დიდებული თამაშის ნაწილი იყო და როგორც აქამდე აღვნიშნეთ, მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რაც შეიძლება დიდხანს გადავადებულიყო მისი სიკვდილით დასჯის ცერემონია. კრიმინალისტები დღემდე თვლიან, რომ Ted Bundy-ს მოკლული ქალების ციფრი დაახლოებით 100 საჭარბებს, თუმცა საინტერესოა, რომ მათ 30 ადამიანზე მეტი არ აღიარა და ამ აღიარებებსაც მხოლოდ იმის მიხედვით ამბობდა, თუ როდის რა ჭირდებოდა და რა манипуляციის საშუალებით შედეგად რას მიიღებდა. ეს ყოველივე ცხადია მოკლულების ოჯახებისთვის საზარელ პროცესად გადაიზარდა, რადგან ისინი ვერ ახერხებდნენ თავისი გარდაცვლილი შვილების პოვნას და ეს მათთვის რეალური ჯოჯოხეთი იყო. ერთ-ერთი მსხვერპლის მართა ბოუმენის დედა მოგვიანებით თქვა: მან არა მხოლოდ ჩემი შვილი მოკლა, მან ჩვენი ოჯახის მომავალი და სული გამოფიტა. ბევრი მშობელი ისე გარდაიცვალა, რომ შვილის ნიშტის პოვნას ვერ მოესწრო. Bundy-ს სასამართლო პროცესები ოჯახებისთვის იყო არა სამართლიანობის ზეიმი, არამედ საჯარო ტერორი, სადაც კამერები მსხვერპლთან აცვლად მუდმივად მკვლელის ღიმილს აშუქებდნენ. 1999 წლის 24 იანვარს დილის 7 საათსა და 16 წუთზე ფლორიდის ციხეში Ted Bundy ელექტროსკამზე, ზედმეტსახელად ძველ კვამლიანზე დასვეს. ციხის გარეთ ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც სვამდნენ ლუდს, მღეროდნენ და მისი სიკვდილის ოფიციალური გამოცხადების შემდეგ ნამდვილი ფესტივალი მოაწყეს. მონსტრი, რომელიც თავს ხელშეუხებლად მიიჩნევდა, რამდენიმე წამში ფერფლად იქცა. საინტერესოა, სად გაქრნენ Bundy-ს ფანები. სანამ Bundy სასამართლოზე თავს იცავდა და მის ფანგოგოებს, რომლებიც კონკრეტულად მის მსხვერპლებს გავდნენ, სჯეროდათ მისი უდანაშაულობის, რომანტიულად მოხიბლულნი იყვნენ მისი მსხვერპლის პოზიციაში ყოფნით და გიჟდებოდნენ მის ვიზუალზე და ენერგეტიკაზე, ის გოგოები ყოველთვის მასთან იყვნენ. თუმცა როგორც კი Bundy მკვლელობების აღიარება დაიწყო და 30-მდე გოგოს სახელი აღიარა, ცხადია ეს გოგოები სამუდამოდ გაქრნენ. ეგრეთ წოდებული ფანების ბუშტი გასკდა.
მისი ყველაზე მთავარი ფანი კეროლ ენ ბუნიც, რომელმაც მისგან შვილი გააჩინა და პირდაპირ ეთერში სასამართლოშიც იქორწინა, ისიც სამუდამოდ გაქრა ბანდის ცხოვრებისგან, მას შემდეგ, რაც მისი აღიარებების შესახებ გაიგო. Bundy actually proposed to Carol Ann while she was testifying on his behalf at the penalty phase of his murder trial in Florida. Will you marry me? Yes. And I do hereby marry you. უცნაურია, მაგრამ ამ ქალსაც ნამდვილად სჯეროდა, რომ ბანდის არაფერი დაეშავებინა და რეალურად ასაც აბრალებდნენ, ყველაფერი შეცდომა იყო. საინტერესოა, რომ ენ ბუნმა გადაიკეთა სახელი, შვილსაც სახელი გადაუკეთა და სამუდამოდ დატოვა შტატი. მან ტედს სიკვდილის წინ ტელეფონზეც კი არ უპასუხა. ასე მოხდა. ტედ ბანდის, როდესაც ციხეში კლავდნენ, გარეთ მხოლოდ მტრები ელოდნენ. ადამიანები, რომლებიც მის სიკვდილს ისურვებდნენ. არც ერთი ფანი, არც ერთი ადამიანი, ვისაც მისი სამართლიანობის და სიმართლის სჯეროდა, გარეთ აღარ ჭაჭანებდა. ბანდის სიკვდილით დასჯას ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური საჯარო რეაქცია მოჰყვა. ის დღესასწაულს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე რომელიმე სადამსჯელო ოპერაციას. ადამიანები სვამდნენ, ერთობოდნენ, ფეიერვერკებს ისვრიდნენ, ცეკვავდნენ და ეს იყო რეალურად იმის პარალელურად, როდესაც ციხეში ტედ ბანდის კლავდნენ. ციხის გარეთ 500-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. გამყიდველები პირდაპირ ქუჩაში ყიდდნენ სპეციალურად დამზადებულ მაისურებს წარწერით Burn Bundy Burn. დაიწვე ბანდი, დაიწვე. სამკერდე ნიშნებს და ალუმინის ფოლდისგან დამზადებულ ქუდებს, რომლებიც ელექტროსკამის ჩაფხუტს ჰგავდა. ხალხი სვამდა ლუდს და ზეიმობდა. ფლორიდის უნივერსიტეტის სტუდენტები ციხესთან ავტობუსით ჩავიდნენ. მათ მიკროფონებში სპეციალური შეძახილები და სიმღერები ჰქონდათ მომზადებული, რითაც ელექტროსკამის ჩართვას ითხოვდნენ. ზუსტად 7 საათზე და 16 წუთზე, როცა ციხის წარმომადგენლებმა გარეთ მყოფ ჟურნალისტებსა და ხალხს ნიშანი მისცა, რომ ბანდი მკვდარია, ბრბომ წარმოუდგენელი ღრიალი და ტაში მორთო. ცაში ფეიერვერკები გაუშვეს. ხოლო როცა ციხის ეზოდან თეთრმა კატაფალკამ მისი ცხედარი გამოასვენა, ხალხი მანქანას გარშემო ეხვია და გამარჯვებას ზეიმობდა. ბანდის ისტორია არ არის ამბავი მხოლოდ მკვლელზე ან მკვლელობაზე. ეს არის ისტორია ადამიანებზე, რომლებიც ილუზიებს იქმნიან. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მისი დანაშაულის არ ჯეროდა, თავად დაიჯერა და თავად შეიქმნა ილუზია, რომ ბანდი დიდებული, საინტერესო და მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი იყო. მაღალი ინტელექტი მას ნამდვილად ჰქონდა. სწორედ ასე ახერხებდა ადამიანების მოტყუებას და თავისი სახით სხვადასხვა მანიპულაციების წარმოებას. საზოგადოებას ურჩევნია ენდოს ლამას ფასაც, ვიდრე დაინახოს მის მიღმა არსებული სიცარიელე. ის იყენებდა ჩვენს ყველაზე დიდ სუს წერტილს, სოციალურ ნდობას. როდესაც ადამიანს ხედავ ყავარჯნით, ხედავ რომ გადაადგილება უჭირს, აუცილებლად მიდიხარ და ეხმარები. ეს არის ის, რისის შესაძლებლობითაც ბანდი თავდაპირველად ადამიანებს ატყუებდა, ასახიჩრებდა, შემდეგ კი კლავდა. ბანდის ამბავმა, რომელმაც ამერიკა არაერთგვაროვნად გააოცა, გვაჩვენა ის, რომ მონსტრები, მკვლელები და ცუდი ადამიანები არ იმალებიან ყოველთვის ჭუჭხში, ჩრდილში და სიბნელეში. ისინი შესაძლოა იყვნენ ძალიან ლამაზები, შთამბეჭდავები, ინტელექტუალები, საინტერესოები და სწორედ ამის საფუძველზე შეძლონ ჩვენი დატყვევება. და მას შემდეგ, რაც ტედ ბანდიმ ნიღაბი ჩამოიხსნა, ადამიანებს, რომლებიც მის სიკვდილს აღნიშნავდნენ, ის კი არ ახარებდათ, რომ მტერი დასაჯეს, არამედ ის, რომ პირველად აღიარეს საკუთარ თავთან, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ლამაზად გამოიყურება, შთამბეჭდავია, სანდოა, არ ნიშნავს კარგ ადამიანს და ნებისმიერ ადამიანში, რომელიც მოგწონს, შეიძლება იმალებოდეს მკვლელი. დაფიქრდით, რამდენად კარგად იცნობთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გვერდით არიან. იქნებ რომელიმეში მკვლელი, ბოროტება, ან კიდევ წარმოუდგენლად საშიში მანიაკი იმალება. ცხადი არ გაშინებთ, თუმცა იმასთან ერთად, რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ voice-over-ების არხი, გთხოვთ დაგვიწეროთ თქვენი კომენტარები. თქვენი აზრით, ტედ ბანდის ასეთი მანიაკალური ფსიქოტიპის ჩამოყალიბებას რამ შეუწყო ხელი? ოჯახმა, რომელმაც მოატყუა, გოგომ, რომელმაც მიატოვა, თუ უბრალოდ ის პირდაპირ ფსიქოპატად დაიბადა. მე კი შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით და მანამდე კიდევ ერთხელ აუცილებლად გამოიწერეთ voice-over-ების არხი.